როცა გააჩერებს პოლიციელი მოქალაქეს და მოსთხოვს მას შემოწმებას, გაყვეს შემოწმებაზე და გაიაროს ეს ასე ვთქვათ ექსპერტიზა. მეორე ვარიანტია რომ მოარი განაცხადოს ამ ყველაფერზე, ასეთ შემთხვევაში ის მიიღებს დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ვალდებულია რომ 4 საათის განმავლობაში პოლიციას წარუდგინოს შესაბამის სერტიფიცირებულ ორგანოში გავლილი შემოწმების შედეგი. და თუ ამას არ გააკეთებს, ასეთ შემთხვევაში პოლიციას შეუძლია მნიშვნელოვანი შემზღუდველი ნორმები გაატაროს სანქციის სახით ამ პირზე. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად პრაგმატული თვალსაზრისით არის ეს ყველაფერი გასააზრებელი, რაჯობია გაყვეს პოლიციას და სახელმწიფო ხარჯით განხორციელდეს ეს შემოწმება თუ საკუთარი ხარჯით მოახდინოს შემოწმება საკუთარი თავის ადამიანმა. თუ არ სიტყვის ყველანაირ შემოწმებაზეც, მასზე არის სხვადასხვა სახის სანქციები. ამ სანქციებში მოისაზრება როგორც პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა, ისე კონკრეტული პროფესიული საქმიანობის აკრძალვა, მაგალითად ადვოკატის, ექიმის და ასე შემდეგ. ასევე იარაღის ტარების უფლებაზე გვრცელდება ეს შეზღუდვა არსებობს, ასევე საჯარიმო სანქციები, ანუ ბევრი უარყოფითი მოსდევს ამ შემოწმების გაუვლელობას და ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ ამ თვეების განმავლობაში, რომ ქართული ოცნება ძალიან დიდი სიამოვნებით იყენებს რაიმე სახის შესაძლებლობას ადამიანებისთვის ცხოვრების გართულებაზე. და მიმაჩნია რომ ახლაც არ გაუშვებენ ამ შანსს ხელიდან. 314 პირი გადაიყვანეს ამ შემოწმებაზე და აქედან 240 აღმოჩნდაო რომ მომხმარებელი იყო. მეორეს მხრივ ისიც ფაქტი არის რომ აქციის წარმომადგენლები და აქტიური ახალგაზრდები, პოლიტიკაში ჩართული პირები არც ერთი არ აღმოჩნდა მსგავსი. ანუ ხელისუფლების პროპაგანდა, რომელიც მიმართული იყო იმაზე, რომ ეს ადამიანები არიან რადიკალები, ნარკომანები, ასეთები, ისეთები, პრაქტიკულად თვითონვე გააქარწყლეს. ეს ერთი და მეორე ის, რომ ამ კანონებით თუ აქამდე ქართული ოცნების ობივატელ ამომრჩეველს ეგონა რომ ყველაფერი ეს მიმართული იყო მხოლოდ პროტესტანტების წინააღმდეგ, დიახ, ძვირფასო მოქალაქეებო, მდუმარეებო, ქართული ოცნების აქტიურ მხარდაჭერებო, თქვენც ძალიან კარგად გიმსხვერპლეთ ეს კანონმდებლობა და ამისი შემაკავებელი ბერკეტი ფიზიკურად აღარ იარსებებს, თუ ჩვენ ხელისუფლებას არ მოვთოკავთ, თუ არ ვაიძულებთ ხელისუფლებას იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და არა ქართული ოცნების ძალაუფლების შენარჩუნების მთავარი მიზნი. ეს არის მთელი ეს ნარკოპოლიტიკის აზრი ამ წუთში.